გამარჯობათ ყველას კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესო თემა არის დღეს ჩვენი სიახლეებს შევეხებით. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ახალი პარტნიორი ბრენდი შემოგვიერთდა კომპანია FM-ს, მაგრამ დღეს კონკრეტულად შევეხები ახლახანს შემოსულ ახალ პარტნიორ ბრენდს Inventias და მის პროდუქციას განვიხილავთ უფრო დეტალურად. ძალიან ბევრი პროდუქტი დაგვემატა ახალი პარტნიორი ბრენდების, ხოლო Inventia არის პოლონური ბრენდი, რომელიც აწარმოებს სახის, ტანის და თმის კალპის მოვლის საშუალებებს. ყველა ამ პროდუქტს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, მაგრამ ყველას აერთიანებს ის, რომ ბუნებრივი კოლაგენისგან შედგება ეს პროდუქტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ჰიდროლიზაციის გარეშე მიღებული კოლაგენი და აქვს სამმაგი სპირალი სტრუქტურა. ჰიდროლიზაციის გარეშე მიღებული კოლაგენი ნიშნავს იმას, რომ ეს კოლაგენი არის უფრო მსხვილი ფორმულა აქვს, კონსისტენცია არ არის დანაწევრებული და უფრო ბუნებრივი ფორმაა კოლაგენის, რომელიც კანის ზედაპირზე უფრო დიდხანს რჩება და ჩვენი კანი უფრო მეტხანს არის დატენიანებული და ჯანსაღი იერი ამით უფრო დიდხანს ნარჩუნდება. სამმაგი სპირალი სტრუქტურა კი ძალიან გავს ადამიანის კოლაგენს, იდენტურია ადამიანის კოლაგენთან. არის ბიოლოგიურად აქტიური თევზის პროტეინისგან მიღებული ეს კოლაგენი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვს მავნე არაფერი გამოყენებული ამ პროდუქტებში არ არის. და ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ სიტყვები, საერთაშორისო სტანდარტებს თვითონ ეს კომპანია, ბრენდის პროდუქცია აკმაყოფილებს, მაგალითად GMP, როგორიცაა GHP, ISO და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირად აქვს სერტიფიკატები და დამოწმებულია. არის უსაფრთხო პროდუქტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეფექტური. კონკრეტულად თვითონ პროდუქტების განხილვაზე რომ გადავიდეთ, უფრო საინტერესოა. პროდუქცია ამ ბრენდის მიერ არის მოვლის საშუალებები, როგორც აღნიშნე, როგორც სახის, ასევე ტანის და ეხლა განვიხილოთ ჯერ სახის მოვლის საშუალებები. ერთ-ერთი არის კოლაგენი face, dragon's blood. ასევე, face-ი ითარგმნება როგორც სახე და უკვე მიგვანიშნებს, რომ სახისთვის არის ეს საცხი. Dragon's blood, ანუ დრაკონის სისხლის საცხს ცალკე განვიხილავთ. ძალიან საინტერესო და ეფექტური თავის მოვლის საშუალებაა. ასევე კოლაგენის დასაბანი გელი შეგვიძლია ამ კატეგორიაში შევაერთოთ, ანუ სახის მოვლის. ასევე დამამშვიდებელი ტონერი, გამაცოცხლებელი რძე, პილინგ კრემი, დღის და ღამის კრემი და ელექსირი სახისა და დეკოლტისთვის. ყველა ეს პროდუქტი არის კოლაგენით. ანუ ძირითადი მთავარი კომპონენტი ამ ყველა პროდუქტში არის კოლაგენი, მაგრამ დეტალურად ახლა განვიხილოთ ეს საცხი. face, natural collagen Inventia face. ის არის ყველა ტიპის კანისთვის და განსაკუთრებით კარგად მოუხდება უფრო ასაკოვანი კანისთვის და მშრალი მგრძნობიარე კანი, ვისაც აქვთ, მაგათთვის განსაკუთრებით კარგია, რადგან ასტიმულირებს ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას. გარდა ამისა, სიმშრალეს ებრძვის და კანს უფრო გლუს, მკრივს და ელასტიურს ხდის. ატენიანებს და აჩქარებს კანის განახლების პროცესს. მოკლედ, ძალიან კარგი პროდუქტია და რაც მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ, რომ არანაირად არ შეიცავს პრიონები, პარაბენები, ეს მავნე ნივთიერებები, რაც არის. ეხლა ჩემი საყვარელი პროდუქტი, ყველაზე მეტად მიმიზი და ეს არის დრაკონის სისხლი, ასე ვქვია. ამას Inventias მიერ შემოგთავაზეს ესეთი საინტერესო პროდუქტი. ეს არის ბესტსელერი და ძალიან უნიკალური ფორმულა აქვს. გარდა იმისა, რომ კოლაგენს შეიცავს, ასევე შეიცავს დრაკონის და ეს არის ძალიან ცნობილი კომპონენტი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა მიმართულებით და მოგვიანებით განვიხილოთ ეს, მაგრამ ჯერ ეს თავის მოვლის საშუალება რას მოგცემს? პირველ რიგში ნაოჭებთან ბრძოლა, ასევე კანის ელასტიურობა, სახის,
ასევე კვება, დატენიანება. დრაკონის სისხლი რა არის? სწრაფად რომ მიმოვიხილოთ. ძალიან ეფექტური და მრავალფუნქციური ინგრედიენტია, რომელიც უკვე მრავალი წელია გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით. მას აქვს სამკურნალო თვისებების. ყველაზე საინტერესო არის, რატო ქვია დრაკონის სისხლი. მე მგონი, იმიტომ რომ თვითონ ამ ხეს აქვს, რომ დავჭრათ, სისხლის ალისფერი სითხე ამოსდის, რაც ძალიან გავს სისხლს და დრაკონის დასახელებაც ასევე ძალიან საინტერესოა, საიდან მოდის. არის ესეთი ლეგენდა, დრაკონების ჭრილობები და რაღაცა უფრო მალე შუშტება და ეს მათი სისხლის, ასე ვთქვათ, განსხვავებულობაზე და რაღაცა უნიკალურობაზე მიუთითებდა და ბოლო დრაკონი რომ გაქრა ეს დრაკონის სახეობა, მათი სისხლიდან ამოვიდა ეს ხე, ასეთი ლეგენდა არის და აი ამ ხეში ეს წვენი რაც არის ალისფრად, ეს არის ითვლება რომ მაგ დრაკონების სისხლი და მაგიტო აქვს ასეთი მაგარი და ეფექტური ფუნქცია სხვადასხვა მიმართულებით და ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან სამკურნალო თვისებებიც აქვს. ეს წვენი ძალიან გავს ალოეს წვენს, ანთების საწინააღმდეგოც არის, ანტისეპტიკურია, ანტივირუსული, აღმდგენი, მოკლედ ძალიან ბევრი მიმართულებით გამოიყენება, მათ შორის დერმატოლოგიური კანის დაავადებების დროს. და აქედანაც გამომდინარეობს დრაკონის სისხლი სახელწოდება. რაც შეეხება სხვა სახის მოვლის საშუალებებს, რომელსაც გვთავაზობ ინვენტია ჩვენი ახალი პარტნიორი ბრენდი, ეს არის დასაბანი გელი, ასევე ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება თამამად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით კი მგრძნობიარე კანისთვის არის იდეალური. ატენიანებს, კვებავს. ძირითადად 3 ინგრედიენტი აქვს: კოლაგენი, პეპტიდი და ელასტინი. პეპტიდები ასაკსაწინააღმდეგო ეფექტი აქვთ ამათ, ხოლო ელასტინი ელასტიურობას განაპირობებს. რაც შეეხება აი ამ ოთხეულს, სუპერ ოთხეული დავარქვით, ამიტომ ამ სლაიდზეც 4-ვე განვათავსე, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ვიზუალურადაც რაღაცნაირად ერთმანეთს გვანან, მაგრამ ყველას თავისი ფუნქცია აქვს. რატო არის სუპერ ოთხეული? იმიტომ რომ სახის მოვლა როგორ იწყება? ჯერ სახის გაწმენდა უნდა მოახდინოთ ჭუჭყისგან და ასე შემდეგ. დღის განმავლობაში რომ გვიგროვდება. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად პილინგის კრემი, რომელიც ძალიან ღრმად ასუფთავებს ჩვენს კანს და ამზადებს შემდგომი მოვლისთვის. და მე შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ტონერი, რომელიც pH balance არეგულირებს, შეიცავს ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს, დეპანთენოლი შედის, ალოე, ნონის ექსტრაქტი, ძალიან კარგად ამშვიდებენ კანს და მაგალითად ალერგიული ადამიანებისთვისაც ძალიან ალერგიისკენ მიდრეკილი ან გამონაყარისკენ თამამად შეუძლიათ გამოიყენონ ეს პროდუქტი. ასევე მე მგონი დამწრობებისთვის ეფექტიც შეიძლება ქონდეს დამამშვიდებელი და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ რძე. რძესაც აქვს ცოტა მსგავსი ფორმულა, როგორც ტონერს. და კიდე აქვს დამატებული ვიტამინი E, გარდა პანთენოლისა და ალოესა. აი მაგალითად პილინგი შეგვიძლია გამოვიყენოთ კვირაში რამოდენიმეჯერ, მაგრამ რძე შეგვიძლია გამოვიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლადაც ყოველდღიურად. ამიტომ ეს ორი პროდუქტი შეგვიძლია ურთიერთ მონაცვლეობით გამოვიყენოთ, შემდეგ ტონერი გამოვიყენოთ ცოტა მსუბუქი ტექსტურის და მე უკვე ჩვენი ძირითადი კრემი, რასაც ვიყენებთ, მაგალითად, შეიძლება იყოს ზუსტადაც რომ აი ამ ჩვენი ახალი პარტნიორი ბრენდის ელექსირი, რომელიც მხოლოდ სახისთვის არა, არამედ დეკოლტისთვისაც შეგვიძლიათ გამოვიყენოთ. ამიტომ აი ეს ოთხეული, ასე ვთქვათ, რაღაცა კომბინაცია შედგება. სხვა კომბინაცია შეგვიძლია შევადგინოთ, მაგალითად, დღის და ღამის კრემის. ამ
კრემებში შედის მსგავსი ფორმულა აქვთ და ძალიან კარგად ამშვიდებენ გაღზიანებულ და ანთების მქონე კანს სახის. გვინდა მაგალითად 4 პროდუქტი რო გქონდეს, ესეც შეიძლება რომ 2 პროდუქტით მსგავსი ეფექტი. ეხლა გადავიდეთ სკალპის მოვლაზე. სკალპის მოვლისთვის გვაქვს შამპუნი კოლაგენით და კონდიციონერი, რომელიც ძალიან კარგად აღადგენს მტრევად იმას თმას, ასევე ბოლოებს, კვებავს თმას და უბრუნებს მბზინვარებას. ასევე მატებს მოცულობას და ეს ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება. კონდიციონერი შეიძლება გამოვიყენოთ ასევე სუსტი მტრევადი და დაზიანებული თმისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროდუქტებში სულფატი არ შედის. და ყველაზე საინტერესო ამ პროდუქტებს შორის სკალპის მოვლის ჩემთვის აღმოჩნდა მაგალითად თმა და ფრჩხილები, ასე ქვია. აქაც შედის კოლაგენი, მაგრამ ჩემთვის რატო არის საინტერესო ეს პროდუქტი? იმიტომ რომ არსად არ შემხვედრია ესეთი რაღაცა, რომ თან თმაზე რო შეგიძლია და ფრჩხილებისთვისაც რო გამოიყენო. მაგრამ აი ესეთი ძალიან საინტერესო კომბინაციაა. შეგიძლია თმაზეც წაისვა ეს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და აი ფრჩხილების მოვლისთვისაც სიმშრალეს კარგად უმკლავდება და პლუს ამას შეიძლება კომბინაცია მაგალითად ხელის კრემთან. ამასაც ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს. შედის არგანინი, მზესუმზირი ზეთი, ვიტამინი E აქაც არის და სკალპისთვის აი ეს შეიძლება გამოვიყენოთ როგორც თხიმოვანი კანისთვის, ასევე ქერტლისკენ ან ფსორიაზისკენ მიდრეკილი კანისთვის და ვისაც აწუხებს თვის სვენა, განსაკუთრებით სეზონური ცვლის პერიოდშიც მე მგონი აქტუალურს იქნება. ხო, აქ ყველა პროდუქტი არ მაქვს გამოტანილი ამ ჩვენი ახალი პარტნიორი ბრენდის, თუმცა საიტზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, იქ არის ტუჩის ბალმიც, მაგალითად პარსვის შემდგომი გელიც და ასე შემდეგ, თვალის ირგვლივ კანის მოვლის საშუალებებიც და ასე შემდეგ. კანის მოვლის საშუალებებს რაც შეეხება, არის ლოსიონის ტანის, ესეც ქვია, ის კარაქ შეიცავს, ნუშის ზეთს, ჰიალურონის ჟავას, ძალიან ატენიანებს და ბილებს კანს. და ვისაც მაგალითად მასაჟის გაკეთება უყვარს, შეიძლება მასაჟ ბათერ ეს გამოვიყენოთ. აქაც შედის შის კარაქი, პლუს მანგოს კარაქი, ქოქოსი, მაკადამიის და ავოკადოს ზეთი. ვფიქრობ, ესეც ძალიან კარგი უნდა იყოს. და კიდევ აქ გამოვიტანე ცალკე ფეხის ქუსლის სიმშრალე, ვისაც აწუხებს. ესეთი საინტერესო პროდუქტი არის. სულ ეს იყო. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მე ძალიან გამიხარდა ეს ბრენდი რომ ნახე ჩვენთან დამატებული ინვენტია, გამოირჩევა თავისი ხარისხით, რაც მთავარია, რომ თვითონ აწარმოებს ყველაფერს თვითონ ტესტავს ეს კომპანია და მე უკვე უშვებს წარმოებაში.